გაგვიმარჯოს ვისაც ძლიერ გვიყვარს ლიტერატურა და აგერა ჩემი ვასიკოს ხო თავის კუთხე ქონდა ფოტოების და მე ჩემი კუთხე მაქვს კარიკატურების. ესენი არიან შახო და მისი რაზმი, ინანიშვილის მოთხრობიდან ცეტები, სადაც გახსოვთ ვირს პარაძე წაიყვანენ მედლებს დაკიდებენ, რაც არის ასე ვთქვათ კომუნისტური წყობის რეჟიმის და იდეოლოგიის პაროდია და დღემდე გრძელდება ხო ბავშვები რომლებიც ვირები თავს იკლავენ სკოლაში მედლებისთვის და საბოლოოდ რომ გამოცდებში დაბალქულებს იღებენ და მათ ოქროს მედალს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს გარდა სტატუსისა. საწყლები სტატუსის არა ისიც რავი ვინმე თქვა შენზე რომ ოქროს მედალი. ეს არის ერთ-ერთი ჩემი მოსწავლე რომელმაც ბოლო ზარზე უარი განაცხადა ცეკვაზე, იმიტომ რომ ხერხული მოძრაობებია. და განსაკუთრებით ერთ მომენტში ჩაიხვია იმაზე რომ რას ნიშნავს გაბზეკვა. ტუჩების გაბზეკვა, უკანალის გაბზეკვა და აგერ ვანახე რას ნიშნავს გაბზეკვა. ეს კიდევ ერთი ჩემი მოსწავლეა, რომელიც მთელი წელი გარბოდა გაკვეთილი და იმიტომ რომ იძახდა რომ ამდენ ჭკუას მე ვერ ვზიდაო და ასაღრმად საკითხების ჩაღრმავება არ შემიძლია, მაგრამ ბოლომდე დარჩა ბოლოს. თუმცა გამოცდაზე მაგრამ თავარია მე მგონი თავი დაუნძიმდა რაღაცები წაიღო. თან ლაშქრობაში ვიყავით ერთად და ასე რომ სამი მუშკეტერი. მაგალითად ბავშვებს ძალიან ეზარებათ რესერჩის გაკეთება, დღევანდელი ასე ვთქვათ fluid intelligence ხო დღეს როგორც მაგალითად დამწერლობა შემოვიდა წიგნი გაჩნდა და ზეპირად აღარ იყო აუცილებელი ბევრი რამე გცნობდნენ და ისე დღეს კიდევ უფრო ნაკლებად გჭირდება ზეპირად რამე იცოდე. მთავარია ასე ვთქვათ პარადიგმა, ცნებები, აბსტრაქტული ცნებები და პარადიგმები გაიაზრო და ამისთვის აუცილებელია კრიტიკული აზროვნება და ძიება ხო საკუთარ გზის გავლა. მაგრამ ეს რთულია, მესმის რთულია. ასე რომ უამრავი მიზეზი აქვს და მაგალითად ვერ დავსერჩავ თვალები მტკივა და მოусმინე ყრუცავ არა. ანუ ზუსტად ეგ სიტუაცია იყო. ხო, აქ გვაქვს ესეთი მტკიცე ხასიათი. ხო, აშკარა ხასიათი. ანუ ძაღლი უფრო ის არის, როგორ უნდა ვთქვა. სასცილოა, მაგრამ თათიას აშკარად ხასიათი აქვს. ხო, ეს ყოდა ხუთოსანი, რომელმაც ვერ აიტანა ჩემი თავისუფალი გაკვეთილები. ანუ უკუღმა გაიგო აბსოლუტურად ყველაფერი და ბოლოს ამ ყველაფერში დამადანაშაულა და შვიდს მერე წავიდა. ანუ მორალისტია, ერთგვარი ასე ვთქვათ, ფორმა ამორალისტობისა ხო და მორალისტი შეიძლება შენი მოსწავლეც იყოს და შეიძლება დაგესხას თავს გაკვეთილზე და პირდაპირ დაგადანაშაულოს. რომ იცი რა, შენ დისციპლინა არ გივარგან, მოიცა ხა გვეყოფა ხადავი, მოდი გაკვეთილი გავაგრძელოთ. დაახლოებით ესეთი მომენტები იყო. მაშინ როცა მე ბავშვებს ველაპარაკებ ყველაფერზე, იმიტომ რომ ცოტა მაინც გათავისუფლდნენ ამ რაღაცა საშინელებიდან, სადაც ცხოვრობენ. რომ სხვანაირად აზროვნება შეუძლებელია. ეს ყავს თამარი, რომელიც ყოფილი მოჭიდავეა და ყველა სტრატეგიას, ჭიდაობის სტრატეგიაზე აგებდა, იმედი ახლა აღარ აგებს. ხო, მე მგონი ბევრი იმის პრობლემა, რომ გოგოები უფრო მნიშვნელოვანია მომზადებაზე ვიდრე საგანი. ხო, ესენი მეშვიდე კლასელები არიან, პირველად რომ მოვიდნენ მკითხე რა მუსიკას უსმენთ მეთქი და გამომიცხადეს როქსო და არა და ორი ბღარი იყო. მეთქი რა როქს. და მე დავცინე აი როგორც ყველაფის. მაშინ დავხატე რაც ძალიან დიდი კონტრასტია მათ რეალურ სახესთან და სასაცილო. ესენი პოლიხრონიონის ისინი არიან ასე ვთქვათ, პოლიხრონიონის გუნდია, ბავშვები, რომლებიც მოდიან და მეუბნებიან, რომ აი იმათ ყველა კითხვაზე პასუხი იციან, აი იმისი მასწავლებელი ასწორებს და ეუბნება ბავშვებს, რომ მე გაგისწორებთ და დაგიწერთ მაღალ ქულას, რაღაც ეგეთი საშინელებები. იმიტომ რომ როცა სიტყვას ეუბნები, კი არ ცდილობენ რომ ცნება გაიაზრონ და საიდან მე გამოვიდნენ, არამედ უნდათ რომ პირდაპირ პასუხი მიიღონ. ანუ რაც პოლიხრონიონია, ხო ისწავლე რომ იმის რა ქვია, სეთურის 9 სახელი ზეპირად და გამოცდებს ჩააბარება. ეგრე არ ხდება. ხალხო
არ ხდება. ხო, აქ დავა გქონდა დღეს პოლიტიკურ საკითხზე ახალი დაწყებული იყო დევნა და ის პათოსი რაც ახალგაზრდების წინააღმდეგ გაახო, ზუსტად იგივე პათოსია რაც ქრისტეს წინააღმდეგ იყო. ანუ რომ დაუკვირდეთ ზუსტად იგივე ისინია. ამან ხო ტაძრის ინფრასტრუქტურა დაანგრია და იქ ხალხი იძახდა რომ ინფრასტრუქტურა დაანგრიეს. ეს არ იყო მეძავებთან დავაზაგებთან რომ ჭამდა და სვამდა, უხსენებენ 1000 იმას, ხო, პატრიარქს ეთქვა ფარისეველიო, იქაც პატრიარქი იყო. ეშმაკით ძალით კურნავდა ხალხს, რომ მიუხდიდა ფულს, ევროპა უხდის ფულს. თავისი მოწაფე მარკასცა ეს ვის რას ასწავლის. ღმერთის შვილი ვარო და კი მოკლეს ქათამივით, ჩვენი წინაპრები აგინა აბრაამი და იაკობი. ხალხი ამხედრა იუდას თვითგამოცხადებული მეფე, 12 კაციანი დაჯგუფება ყავდა, მაგრამ ტვინი აურიას ქალებს, ღარიბებს და მონებს. საში ხალხია იერუსალიმში ვირით შემოვიდა, ვირს მიკითხა. თავისი ვირი იყო თუ მოიპარა. გაწყნე რომელი ლეგიონერები ამათი ხოცვით დაიჩაგრნენ ბიჭები, ხო ეს ბოლო ის იყო. ანუ ესენი იძახდნენ, ეს ჩემი ორი მოსწავლე იძახდა, რომელიც რა თქმა უნდა ოჯახში რაც ამბობდნენ იმის გავლენით, რომ გვეცოდებიანო სპეცრაზმელებიო, სპეცრაზმელებიო მოკლედ და კონფლიქტი მაგაზე მოხდა და ამით გამოცხვა ეს არა ქვია. ოღონდ მე არ მიჩხუბია. ხო რა, მეც კი ვუთხარი ერთი-ორი მწარე და მე კარიკატურა დავახადრე, მაგრამ ნუ იქ კიდე რაღაცები იყო. ხო, ეს არის კიდე პირადი კარიკატურა. ესენი ისინი არიან ხო, რომ გაიქცნენ და გამოაცხადეთ თეონა ჩვენზე უფრო გაჯიოთ. ამათ სერიოზულად სჯეროდათ. საუბნელი ძალების მაგალითად თბილისის ხიდზე ხალხი რო გადავარდა. იქ რაღაცები დაინახესო და ასე შემდეგ. მოთხარ წაეთ ისტორია წაიკითხეთ. რაღაცა ფაქტები გამოვიძიეთ და იმის მიხედვით იმიშელეთ, სანამ მაქამდე მიხვალთ მეთქი. მაგრამ არ გამოვიდა და ისევ აგერ აკაჯებად დარჩნენ. ეს თალკე ფენომენია, ამაზე ალბათ ლაპარაკიც არ ხის. ეს განმეორებელი მეცხრეები, მეშვიდე და მერვე მეცხრეები, რომლებიც ჩემთან მოდიან ამდენი წლები, თუმცა არ ვიცი დარჩებიან თუ არა ბოლომდე. და ესეთი ამბავი, ხო, და ეს ბოლო ეს რეალური მოსწავლეა, რომელსაც გააზღვიტა რომ არ ჩაებარებინა, მაგრამ ეს სწავლა. ნუ შეიძლება და ახლა